კვებითი ნეოფობია ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბავშვი თავს არიდებს ახალი საკვების გასინჯვას. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? როდის ვლინდება და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ამ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე. როგორც მან აღნიშნა, მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან ნეოფობიას, გამომწვევ მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. როდესაც ჩვენ საუბრობთ კვებითი ნეოფობიაზე, ეს არის პროცესი, რომელიც ძირითადად გამოწვეულია განსაკუთრებით ახალი საკვების შეთავაზების დროს ბავშვის უარის თქმით. მან უკვე იცის ეს უნარი, რომ შეუძლია რაიმეზე თქვას უარი და თქვა რაც მე იყოს მისთვის მისაღები არის საკვები, ტანსაცმელი, სათამაშო თუ ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მსოფლიოს დონეზე ძალიან ბევრი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი კვლევის საკითხს წარმოადგენს და შესაბამისად თქვა პირველი მიზეზი შეიძლება სწორედ იყოს დასახელებული, რომ ეს არის ბავშვის უნარი. თქვას უარი. მეორე, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ასევე ოჯახის კვების მოდელი, რამდენად იზიარებს ბავშვი ამ სიტუაციას და მესამე შეიძლება იყოს ასევე გენეტიკური ფაქტორიც კი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კვებით ნეოფობიაზე ვსაუბრობთ, ხშირად მშობლები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღში კარგად იკვებება, მაგრამ სახლში იგივე პროდუქტი მისთვის არ არის მისაღები. ამ თქვათ მეგობრებთან სტუმრობის დროს თუ ის პროდუქტი მისთვის მისაღებია, მაგრამ არა სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი, როცა ჩვენ ასაკობრივი ჭრილით რომ ჩავშალოთ, ძირითადად დამახასიათებელია 2-დან 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა შესაძლებელია გაგრძელდეს დაახლოებით გამონაკლის შემთხვევაში 10 წლის ასაკამდეც კი. რა თქმა უნდა, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მაინც განსაკუთრებული წამყვანი მნიშვნელობა ძირითადად ენიჭება სწორედ 6 თვიდან 2 წლის ასაკამდე პერიოდს, როდესაც მნიშვნელოვანია გადადის რა ბავშვი დამატებით კვებაზე და ის იწყებს მრავალფეროვან კვებას, ყოველთვის შეთავაზებულ იქნას მრავალფეროვანი საკვები, თუნდაც 8-10 ეპიზოდიც კი იმ ჯგუფიდან, რომელსაც ჩვენ ხშირად ვაწოდებთ ხოლმე რეკომენდაციის სახით, ეს არის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები და ბურღულეული პროდუქტები. ნინო თოთაძის განმარტებით, საკვების შეთავაზება ბავშვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ვიზუალური ცვლილებით. როგორც პედიატრმა აღნიშნა, დაინტერესება უნდა მოხდეს ყოველგვარი იძულების გარეშე. მან ამ მიმართულებით მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის სახით აუცილებელია პირველი, რომ შევთავაზოთ ხშირად ესა თუ ის პროდუქტი, როგორც აღნიშნე, თუნდაც ეს იყოს 8-10 ეპიზოდიც კი და შეუცვალოთ მას თუნდაც მომზადების წესი, ფორმა. მაგალითად, თავისუფლად შეიძლება რომ მშობლება ამ შემთხვევაში კი ესეც დროის მენეჯმენტს მოითხოვს, მაგრამ უფრო მეტად ითამაშონ გარკვეულ პროდუქტზე. მაგალითად, ომლეტის მომზადების დრო თავისუფლად შეიძლება ჩერი პომიდორი გამოყენებული იყოს, როგორც თვალები, მწვანე ხახვი, როგორც ვთქვათ, თმა, რაც ბავშვს აძლევს უფრო სიახლით დაინახოს, უფრო ხალისით დაინახოს ეს პროდუქტი და მისი ვიზუალიზაცია ბევრად უფრო მისაღები გახდეს ბავშვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კვების სტილთან დაკავშირებითაც რეკომენდაცია. მაგალითად, ტკბილი გემოს პროდუქტი არ მივცეთ დღის განმავლობაში და მიიღოს თქვა დილით ან საღამოს. როცა ჩვენ საუბრობთ ტკბილი სახის პროდუქტზე, ეს არ იგულისხმება, რომ აქ შაქრით დამატებული პროდუქტია. ეს არის ბუნებრივად ტკბილი პროდუქტები. სპეციალისტის განმარტებით, კვებითი ნეოფობიის დროს რეკომენდებულია ბავშვი ჩართული იყოს პროდუქტის შეძენისა და საკვების მომზადების პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კვების პროცესის დროს გარემოს შეცვლა.